სპეციალური მიმართულებით უნდა აიჭრას, უნდა აიღოს საფეთქლებიდან, უკან კეფიდან 1-4-5 ადგილიდან, როგორც მეთოდოლოგია. ეს იმ პროცედურების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც თმის ღერის საშუალებით ნარკოლოგიური შემოწმება უნდა ჩატარდეს. ინიციატივა პარლამენტის წევრს დიმიტრი ლორთქიფანიძეს ეკუთვნოდა. პრეზიდენტმა იდეა მოიწონა და საგანგებოდ ამ თემაზე სასაუბროდ საკუთარ რეზიდენციაში იდეის ავტორთან ერთად ჯანდაცვის მინისტრიც მიიწვია. ყველა საჯარო მოსამსახურე განსაკუთრებით დაწყებული მაღალი დონიდან და თანდათან ყველაზე გავრცელდეს შევამოწოთ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიით, ყველაზე უმტკივნეულოთი და არადამამცირებელი თმის ღერით და მეორე ყველაზე უშეცდომითი. ცდომილება ყოველთვის რაღაცა ყველა მეთოდში იქნება და იარსებებს, ხო? ნარკოლოგიური ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მეთოდი, რომელზეც ბევრს საუბრობენ, უკვე აპრობირებულია და მას სასამართლო ექსპერტიზის ბიურო და შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებს. საჯარო მოსამსახურეებისთვის კი მისი გამოყენება ხარჯებს გაზრდის. მამუკა ლეჟავა ამბობს, რომ თმის ღერით ნარკოტესტი უმჯობესია გადამოწმების აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარდეს. 1 სანტიმეტრი თმის ღერი გვაძლევს 1 თვის შედეგს. თანხმობრივად უფრო მეტი დაждდება ახლა სასამართლოებს დაახლოებით ერთ კომპონენტზე 60-დან 70 ლარამდე. ეს არის 100%-იანი დიახ. დიმიტრი ლორთქიფანიძე ახალი მეთოდის სიზუსტეში დარწმუნებულია, განსხვავებულ აზრს კი ხელისუფლებაში მყოფი უამრავი ნარკომომხმარებლით ხსნის. გამოვთქვამ ეჭვს, რომ შესაძლოა გარკვეულ წრეებში ხდება ლობირება იმისა, რომ ამ ექსპერტიზას კამპანიური ხასიათი არ მიეცეს და მასობრივად არ მოხდეს გამოვლენა იმ სურათისა, რასაც რეალურად ადგილი აქვს დღეს ჩვენს სამივე სახელმწიფოში. ჯანდაცვის კომიტეტის წევრი მაგდა ანიკაშვილი ბოლოს სხდომას ექსპერტების მონაწილეობით თავადაც დაესწრო. ამბობს, რომ ახალი მეთოდი პროცესში ექიმების ჩართულობას გამორიცხავს, რაც თავისთავად შედეგზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს. დღეს მიღებული და აპრობირებული მეთოდი, რომელიც ჩარდის ანალიზს ეყრდნობა, მისაღებია იმის გამო, რომ თუ დავუშვათ ანალიზის პასუხი არის დადებითი, ამ შემთხვევაში ექიმს აქვს საშუალება, რომ ადგილზე გადაამოწმოს ის და სხვა ნიშნებით დაადგინოს, გვაქვს ცნობილებასთან საქმე, თუ რეალურად ადამიანი მართლაც არის მომხმარებელი. ინიციატივის მიღების შემთხვევაში საჯარო სექტორში მომუშავე 100,000-მდე ადამიანისთვის დამატებითი აპარატურა უნდა შეიძინონ. თითოეულის ღირებულება 80,000 ლარამდე აღწევს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ახალ ინიციატივაზე მუშაობა ჯანდაცვის მინისტრს უკვე დაავალა და მარტის დასაწყისში დადო პირობა, რომ თმის ახალ ნარკოტესტს პირველი თვითონ ჩაიტარებდა. დავიწყოთ მუშაობა. ყველას შევამოწმოთ. მომავალ კვირას პირველად ჩავაბარებ ეთმებს. რამდენსაც გინდათ.